შინაგან საქმეთა სამინისტრო გორში 8 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის ადვოკატის განცხადებას სიცრუეს უწოდებს. საგამოძიებო უწყებამ საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით ბრალდებულის მიმართ გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე სააგენტო პირველთან ისაუბრა. განცხადებას ჩვენც უცვლელად გთავაზობთ. გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს და ბრალდებულის მიმართ საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის შესახებ არის მცდარი. საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით ვასაჯაროვებთ ბრალდებულის მიმართ გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებსა და დადგენილ გარემოებებს. ბრალდებულის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე აღმოჩენილი სისხლის კვალი ეკუთვნის გარდაცვლილ არასრულწლოვანს. შემთხვევის ადგილზე სახლის სარდაფიდან ამოღებული სისხლის ლაქა ასევე ეკუთვნის გარდაცვლილს. ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან ამოღებულია ვიდეო მასალა, რომელზეც ჩატარებული ექსპერტიზისაც დგინდება, რომ ვიდეოში გამოსახული გოგონა არის გარდაცვლილი არასრულწლოვანი, ხოლო ვიდეოში არსებული მამაკაცის ხმა ეკუთვნის ბრალდებულს. რაც შეეხება ადვოკატის მიერ დასახელებულ ურიკას და სარეცხის საშუალების ბოთლიდან ანაბეჭდების კვალს, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ თითის კვლები ფრაგმენტების სახით უვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისთვის. ეს დასკვნა არ მიუთითებს, რომ ის ეკუთვნის სხვა პირს და არც უარყოფს, რომ ეკუთვნის ბრალდებულს. გამოძიება ამ ეტაპზე ელოდება გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნებს. ასევე დგინდება შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ სხვადასხვა ნივთებზე. სულ არის 82 კვლევის ობიექტი, არის თუ არა გარდაცვლილის და ბრალდებულის გენეტიკური პროფილები. რამდენიმე დღეში გამოძიებისთვის ასევე ცნობილი გახდება სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა. შეგახსენებთ, იაგო ნებიერიძეს გორში მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს გაუჩინარებული 8 წლის ნანა ბერიაშვილის გატაცებასა და მკვლელობაში ედება ბრალი. ბავშვის ცხედარი იმავე დღეს საღამოს მდინარე ლიახვის ნაპირზე იპოვეს. ახლობლები ყვებიან, რომ გოგო ხელფეხ შეკრულია ნაპოვნი.